ახლა გავეცნოთ რა ხდება პროექტის დაფუძნების შექმნის შემდეგ. დაფუძნება ალბათ არასწორი სიტყვა. შემდეგი ეტაპი არის პროექტის განსაზღვრა, ანუ ჯერ არის შექმნა და შემდეგ არის განსაზღვრა, ანუ ტექნიკურად ჯერ კიდევ არ არის დასრულებული პროექტის შექმნა. სულ რაღაც რამდენიმე პარამეტრი უნდა მივუთითოთ. მიიჩნევა თუ არა აღნიშნული პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად, არის თუ არა აღნიშნული საინიციატივო შეთავაზება, ეგრეთ წოდებული unsolicited proposal. რა ტიპის კონტრაქტი არის? DBO, DBFO, კონცესია, მთავრობა იხდის თანხასრულად და mixed revenue regime. მოდი იყოს user pays PPP concession. ასევე გვაქვს გარკვეული ამოცანები, რომელიც პროექტის განხორციელებისას ან მოგვიწევს, ან არა, და შეგვიძლია აღნიშნული გავააქტიუროთ ან პირიქით გამოვიდოთ. და saves, როგორც კი დავაჭერთ, დაიწყება პროექტის შექმნა. მოდით არ დაველოდოთ და სხვა პანჯარაში გადავიდეთ და გავეცნოთ ამჯერად პროექტის საწყის გვერდს. შეგვიძლია სხვა პროექტი გავხსნათ, სანამ აღნიშნულის შექმნა დასრულდება, რადგან საწყისი გვერდი სტანდარტულია ნებისმიერი პროექტისთვის. ხედავ უკვე შექმნილ პროექტს, იყოს აღნიშნული სატესტო პროექტი. როგორც ხედავთ, sources პლატფორმის შიგნით ლინკზე გადასვლას გულისხმობს და ლინკებს ჭირდება რამდენიმე წამი. როგორც წესი აღნიშნული დაყოვნება მხოლოდ რამდენიმე წამიანია და არასდროს არ აჭარბებს ალბათ 30 წამს. და აი გაიხსნა პროექტის საწყისი გვერდი. და საწყის გვერდზე ხედავთ პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციას. აღნიშნული შეიძლება იყოს პროექტის დასახელება, პროექტისთვის გენერირებული უნიკალური კოდი, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია, პროექტის სექტორი და ქვესექტორი და პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი. ასევე გვიჩანს პროექტის შექმნის თარიღი და პროექტის ბოლო რედაქტირების თარიღი. გახსოვთ რამდენიმე წამის წინ მივუთითეთ, რომ პროექტი ხორციელდება საინიციატივო შეთავაზების ფორმატში და პროექტის ტიპი იქნება DBO. შემდეგ ამ ნაწილში ვხედავთ sources პლატფორმაში განსაზღვრულ 8 ნაბიჯს. აღნიშნული 8 ნაბიჯი არის სტანდარტული ნაბიჯი, რომელიც საჭიროა პროექტის თავიდან ბოლომდე განსახორციელებლად. აღნიშნული იწყება პროექტის ინიცირებით და მთავრდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ოპერირებითა და მოვლა შენახვით. და აღნიშნული 8 საფეხური მორგებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროექტის განხორციელების ძირითად ეტაპებთან. ასევე შეგვიძლია პროექტთან დაკავშირებით დავამატოთ ნოუთები და ნახოთ ინფორმაცია პროექტის განხორციელების მიზნით განსაზღვრულ ამოცანებთან. შეგვიძლია პირდაპირ თარგმანის გარეშე ვთქვათ task-ები.